მოდით დღეს ერთ ძალიან საინტერესო და სიმართლე გითხრათ საკმაოდ მძიმე ამბავში ჩავიხედოთ. ეს არის მე-19 საუკუნის ქართული მოთხრობა, რომელიც ერთი შეხედვით მარტივია, მაგრამ ბოლოს ისეთ კითხვას გვიტოვებს, რომელიც ალბათ დიდხანს არ მოგასვენებთ. რა კავშირშია ერთი უმნიშვნელო ქურდობა საჯარო სიკვდილით დასჯასთან და რაც მთავარია ამ ყველაფერში რა შუაში ვართ ჩვენ? აი დაფიქრებულ ხართ ოდესმე, შეიძლება თუ არა რომ შენმა კეთილმა საქმემ, შენმა გულწრფელმა დახმარებამ საბოლოოდ რაღაც საშინელება გამოიწვიოს. სწორედ ეს კითხვაა ამ მთელი ისტორიის გული და პასუხი როგორც ვნახავთ, გაცილებით რთული და მტკივნეულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ამბავი ფაქტობრივად ორ სხვადასხვა დროში ვითარდება. ერთი მხრივ გვაქვს 4 წლის წინ მომხდარი ძარცვა, მეორე მხრივ კი დღევანდელი დღე და საჯარო სიკვდილით დასჯა. და ამ ორ თითქოს და დაუკავშირებელ მოვლენას შორის დგას ჩვენი მთავარი გმირი, პეტრე. კაცი, რომელმაც საწყალმა არაფერი იცის იმ საბედისწერო კავშირის შესახებ, რომელიც ამ ორ ეპიზოდს ერთმანეთთან აერთებს. ხო და მოდით გადავინაცვლოთ 4 წლით უკან. წამოვიდგინეთ ზაფხულის პაპანაქება, ლოჭინის ხევი. ჩვენი მთავარი გმირი მეურმე პეტრე თავითი სისვენებს. ირგვლივ სრული სიმშვიდეა, მაგრამ მას წარმოდგენაც არ აქვს, რომ ეს სიმშვიდე სულ მალე დაირღვევა. და უცებ ამ სიმშვიდეს არღვევს ორი ბიჭის გამოჩენა. და იცით, პირველივე წამიდან ხვდები, რომ რაღაც ისე ვერ არის. კონტრასტი მათ შორის უბრალოდ თვალშისაცემია. უფროსი, ბეჟანი, ენაწყლიანია, მოუსვენარი, თვალები აქეთ-იქით გაურბის, უმცროსი კი პირიქით, ჩუმი, პირქუში, თითქოს მთელ სამყაროზეა ნაწყენი. უფროსი ძმა, ბეჟანი, იწყებს ისეთი ამბის მოყოლას, რომ გული აგიჭუყდება. თავს თავადიშვილად ასაღებს და დრამატულად ყვება, როგორ გაძარცვა ვიღაც რუსმა მეურმემ და როგორ დატოვა ბედის სანაბარა. მოკლედ, ნამდვილი სპექტაკლია. და ჩვენი პეტრე, აი ნამდვილი ძველი ყაიდის კაცი. ამ ამბავს, რა თქმა უნდა, იჯერებს. მასში იღვიძებს ის, რასაც ჩვენ გულკეთილობას ვეძახით, აი გულიდან წამოსულ სიკეთეს. ყოველგვარი ეჭვის გარეშე ბიჭებს საჭმელს, ღვინოს და ღამის გასათებს სთავაზობს. მაგრამ, როგორც ხშირად ხდება, დილა სულ სხვა რეალობას გვახვედრებს. პეტრე რომ იღვიძებს, აღმოაჩენს, რომ მისი კეთილშობილება, როგორ გითხრათ, ცუდად დაუფასეს. ბიჭები გამხრალან და თან წაუღიათ მისი ნაშრომი ფულიც, უფრო სწორად ჯიბეები უბრალოდ გამოუჭრიათ. და იცით, რა არის ყველაზე საინტერესო? რა მოიპარეს? რაღაც კაპიკები, 3 შაური და 10 კაპიკი. საქმე ფულში კი არა. პეტრეს გულს სულ სხვა რამეს ტკენს, სირცხვილი. იმის სირცხვილი, რომ ბავშვებმა ასე გამოასულელეს, რომ ის სიკეთეს ასეთი ღალატით უპასუხეს. ხო და, გადის 4 წელი. ეს ამბავი უკვე წარსულია. შეიძლება დაავიწყდა კიდეც პეტრეს. მაგრამ ბედის წერა ხომ იცით როგორ იცის ხოლმე. ერთ ჩვეულებრივ დღეს ქალაქში მოხვედრილი ისეთ რამეს შეესწრება, რაც ყველაფერს თავდაყირად ააყენებს. პეტრე რო ხედავს ამ სარჩობელას, შეკრებილ ხალხს, პირველი რეაქცია რა აქვს? არა, ეს ნამდვილი არ არის. ეს უბრალოდ შოუა, რაღაც წარმოდგენა. ცდილობს საკუთარი თავი დაარწმუნოს, რომ ამას სერიოზულად არავინ უყურებს. და ამ თავის მოტყუებაში კიდევ უფრო რწმუნდება, როცა ქალებსა და ბავშვებს ხედავს. აბა, ქალები რას მოიყვანდა აქ ნამდვილ სიკვდილზე? ფიქრობს თავისთვის. ეს მისთვის ერთგვარი თავდაცვის მექანიზმია, რომ საშინელ რეალობას არ შეეჩეხოს. და აი გამოყავთ მსჯავრდებული, ახალგაზრდა, ფერმკრთალი ბიჭი. და პეტრეს გულში რაღაც წიწკნის. ეცნობა ეს სახე, საიდანღაც ეცნობა, მაგრამ ვერაფრით იხსენებს საიდან. ამასაც იმ წარმოდგენის ნაწილად თვლის. პროცესი კი მიდის თავის გზით, შემზარავი, მექანიკური სიზუსტით. მაგრამ პეტრე ის ისევ ჯილტად იმეორებს. ვერ მომატყუებთ, ვიცი რომ ეს დადგმულია. და იცით, ხალხიც ისე იშლება, თითქოს თეატრიდან მოდიოდნენ, რაც კიდევ უფრო უმყარებს ამაზრს. და სწორედ მაშინ, როცა პეტრეს გონია, რომ ეს უცნაური დღე დასრულდა, იწყება ყველაზე მთავარი. წარმოიდგინეთ, მოედნიდან გამოდის, ცოტა გაბრაზებულიც რომ სანახაობამ არ გაამართლა და უცებ მასთან მიდის ვიღათ უცნობი, ნაბათში გახვეული კაცი. ხელში წერილს აჩეჩებს, უგდებს ფრაზას, რომ ეს ბარათი ყველაფერს ახსნის და ქრება. პეტრე რჩება მარტო, ხელში ამ იდუმალი წერილით. პეტრემ, ხომ გითხარით, წერა-კითხვა არ იცის, მაგრამ გული ცუდს უგრძნობს. ხვდება, რომ ამ ფურცელზე რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი წერია. ამიტომ სასწრაფოდ გარბის თავისი შვილის საძებნელად, ერთადერთის, ვისაც წაკითხვა შეუძლია. და აი პირველივე წინადადება, დღეს რომ ყმაწვილი ბიჭი დაარჩვეს. ჩემი თმა იყო. ბამ.
ამ ერთი წინადადებით პეტრეს მთელი სამყარო, მთელი მისი თავდაცვითი მექანიზმი უბრალოდ ნაწილებად იშლება. და წერილი იწყებს მოყოლას. და ეს არის ამბავი ორ ძმაზე, რომლებსაც ცხოვრებამ თავიდანვე ზურგი აქცია. დაობლდნენ, მამინაცვალმა ყველაფერი წაართვა, სცემდა, მერე სამხედრო სკოლა, სადაც კიდევ უფრო მეტი სისასტიკე ნახეს და ბოლოს გაქცევა და სრული სასოწარკვეთა. აი ასეთ მდგომარეობაში იყვნენ, როცა პეტრეს შეხვდნენ ლოჩინის ხევთან. და ამ წერილში არის ერთი ფრაზა, რომელიც ფაქტობრივად ყველაფერს ხსნის. ისინი ამბობენ: გადავემტერეთ უსამართლო ქვეყანას, ყველას. მათთვის სამყარო დაიყო ორ ნაწილად: ისინი და ყველა დანარჩენი, ვინც მათ ტანჯვას ჩუმად უყურებდა. და ბოლოს, თავარი საიდუმლოდ სიხსნება. ძმებმა მართლაც მოკლეს ის მამინაცვალი, მაგრამ დაჭერით მხოლოდ უფროსი, ბეჟანი დაიჭირეს. სწორედ ის ბეჟანი, ვისაც პეტრემ 4 წლის წინ უმასპინძლა და ვინც ახლა მის თვალწინ ჩამოახჩვეს. მაგრამ იცით, წერილი ამით არ მთავრდება. აქამდე თუ ეს ახსარება იყო, ბოლო ნაწილი უკვე პირდაპირ ბრალდება. და ეს ბრალდება ყველას ეხება. უმცროსი ძმა პეტრეს პირდაპირ მიმართავს. ეუბნება, რომ მისმა სიკეთემ კინაღამ გადაარჩინა, კინაღამ შეცვალა რაღაც, მაგრამ ერთი ადამიანის სიკეთე ვერაფერს გახდა იმ უზარმაზარ უსამართლობასთან, რამაც ისინი აქამდე მიიყვანა. და მერე სვამს კითხვას: განა შენ კი არ იყავი იქ? ანუ შენც ხომ იმ საზოგადოების ნაწილი ხარ, რომელიც ჩუმად გვიყურებდა? და ბოლოს, ყველაზე მძიმე, ყველაზე გამანადგურებელი კითხვა: განა შენ კი არ დამირჩე ერთადერთი ძმა? ამ სიტყვებით იცით რა ხდება? დანაშაულის სიმძიმე დამნაშავეებიდან გადადის მაყურებელზე. პეტრე, რომელიც უბრალოდ მოწმე იყო, უცებ თანამონაწილე ხდება. და აი აქ მთავრდება ეს ამბავი, ამ კითხვით: მართლაც რა შუაშია ჩვენი ბებერი კეთილი პეტრე? ის ხომ არაფერ შუაში ჩანს, მაგრამ ეს კითხვა უკვე მარტო პეტრეს არ ეხება, ეს კითხვა ჩვენს გვეხება. რა შუაში ვართ ჩვენ, როცა ჩვენს გარშემო უსამართლობა ხდება? ვართ თუ არა ჩვენს პასუხისმგებლები?